მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკური რეაქცია აქვს ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების ხელისუფლებას, თუ ჩვენ პირველ რიგში შევახსენებთ საკუთარ თავს და ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს არის რუსული ხელისუფლების ქვედანაყოფი, რომელსაც მიტაცებული აქვს ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლება დროებით და მართავს ქვეყანას არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რუსეთის დღის წესრიგით და შესაბამისად, ასე ვთქვათ, სარკისებრი ეფექტით აქვს რეაქციები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის აბსოლუტურად ანალოგიური რუსული რეაქციის. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ იგივე განცხადებაზე კაია კალასის განცხადებას რაც შეეხება რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, ამ განცხადებას იდიოტიზმი უწოდა ლავროვმა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ გამოუყენებიათ იგივე სიტყვა, თუმცა შინაარსი შეიძლება ითქვას, რომ არის იგივე, ასევე აბსოლუტურად სიმპტომატურია, რომ კაია კალასი არის ერთ-ერთი, მე ვიტყოდი, რომ ეს აქტიური სიძულვილის ობიექტია რუსებისთვის, იმიტომ რომ რუსებისთვის, რა თქმა უნდა, თავისთავად ძალიან დიდი სილა იყო, როდესაც ესტონეთის წარმომადგენელი დაინიშნა თავის დროზე ამ თანამდებობაზე, მათთვის ეს იყო, რა თქმა უნდა, მიუღებელი და კაია კალასი, რაც დაინიშნა ამ თანამდებობაზე, თავისი მანდატის ფარგლებში შეზღუდულია ცხადია მისი მანდატი, იმიტომ რომ წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება არის საბოლოოდ მნიშვნელოვანი ყველა საკითხზე, მაგრამ ის ძალიან პრინციპულად ატარებს პოლიტიკას, რომელიც რუსეთის შეკავებას და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხების განეიტრალებას უჭერს მხარს და ამიტომ განსაკუთრებული სიძულვილის, ასე ვთქვათ, ობიექტი ქართული ოცნებისთვის, ესეც არის აბსოლუტურად ანარეკლი რუსეთის დამოკიდებულების მის მიმართ. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის პოზიციას. ხო, მაგრამ ეს თვითონ შიდა აუდიტორიაზე ხო ნეგატიურ თუ ქართული ოცნება ცდილობს შიდა აუდიტორიის გული მოიგოს, მათ შორის მისი მომხრეების, რომლებსაც ჯერ კიდევ ჯერათ, რომ ქართული ოცნება ნამდვილად ქართულია, ეს ხომ პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ლავროვის, ზახაროვას და პუტინის გეგმებს, იდეებს და განწყობებს იმეორებს კალასის წინააღმდეგ კონკრეტულად ამ ინიციატივას რომ გადავხედოთ. ქართული ოცნებისთვის მთავარი სიგნალი, ასე ვთქვათ, ვისაც ისინი აძლევენ ამ განცხადებებით, ადრესატი არის მოსკოვი. და თქვენ ნახეთ, რომ მათ შორის ამ განცხადებებს გამოეხმაურა უკვე მარია ზახაროვა, კრემლის წარმომადგენელი, რომელიც მიესალმა ქართული ოცნების მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომელმაც აქტიურად თქვა, რომ მათთვის არ არის საინტერესო რუსული ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან. იმ პირობებში, როდესაც არათუ ასე ვთქვათ, ჯარების გაყვანა, არამედ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს ომის შეწყვეტა, როდესაც მოხდა ევროკავშირის უშუალო ჩართულობით და ევროკავშირის მიერ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით, ეს შეთანხმება დღემდე არ არის რუსეთის მიერ შესრულებული. პუნქტიან შეთანხმებას გულისხმობთ, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ჩართული. ქალბატონ სალომე, რა მინდა იცით გთხოვოთ მაყურებელს, რომ ავუხსნათ, რას გულისხმობს კაია კალასის ეს ინიციატივა, კონკრეტულად რომ გავშალოთ ეს თემა. გასაგებია ქართული ოცნების რუსული სურვილები, მაგრამ ხომ არ გავს მართლა ხმატმღაღადებლისა, იმიტომ რომ ბევრი წელია ჩვენ ევროპისგან, შეერთებული შტატებისგან, ჩვენი მეგობრებისგან გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული, უნდა გავიდნენ რუსული ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ასე შემდეგ. მიუღებელია ქართული ოცნების პოზიცია და პასუხები, მაგრამ რას მოიცავს ეს ინიციატივა უშუალოდ? კიდევ ერთხელ დღის წესრიგში ამ საკითხის წამოწევა რას გულისხმობს? ну პირველ რიგში რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, იმედგამაცრუებელი იყოს ის, რომ საქართველოს დღევანდელ რეალობაში ჩვენი ტერიტორიები რჩება ოკუპაციის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი განუხრელად მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში ყოველთვის ამტკიცებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და მხარს უჭერს მას, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი სხვა ალტერნატივა
არ შეუთავაზებია არც ქართულ ოცნებას, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, მათ შორის 26 მაისს საკუთარ გამოსვლაში რაღაცა სისულელეები, მრავალი სისულელე, რომელიც მოვისმინეთ პოლიტიკური იდეოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ ასევე მოვისმინეთ რაღაცა სადღიგრძელო ფრაზა იმაზე თურმე როგორ გეგმავს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს გაერთიანებას, ოღონდ ვერ გავიგეთ რა გზით, ან გასული 14 წლის მანძილზე კიდევ ერთხელ ვამბობ, აი მაგალითად რა ნაბიჯი გადაიდგა, ნახევარი ნაბიჯი მაინც ამ მიმართულებით, როდესაც მაგალითად ცეცხლშეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღემდე შეუსრულებელი რჩება. რუსეთი აგრძელებს არა მხოლოდ ოკუპაციას, არამედ ანექსიის დაჩქარებული ტემპით, ასე ვთქვათ, მიდის წინ და ძალიან გაცხადებული პოლიტიკა აქვს, რომ მისი ამოცანა არის, რომ არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ მთლიანად ჩვენი სახელმწიფო დაექვემდებაროს მის კონტროლს და ფაქტიურად მოახდინა უკვე ნაწილობრივ დესუვერენიზაცია საქართველოსი, იმიტომ რომ საქართველოს აღარ აქვს დღეს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებელი, მისი დამოუკიდებლობაც მხოლოდ ფორმალურია ამ თვალსაზრისით. ამიტომ აქ საკითხი ისე კი არ არის, რა არის სისუსტე ევროპის, არამედ რა არის ალტერნატივა. ისევე, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან იმაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რაღაცა არ არის თურმე, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ევროპას თავისი უამრავი გამოწვევა და თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ რა არის ალტერნატივა, რომელსაც ვინმე სთავაზობს ქართულ ხალხს და ეს ალტერნატივა, როდესაც არ არსებობს, საუკეთესო ალტერნატივა ჩვენთვის არის დიახ სწორედ ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზით და ევროკავშირთან ჭიდრო თანამშრომლობით დავიცვათ საკუთარი ინტერესები. და რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, დღეს რატო არის ეს თემა მნიშვნელოვანი, დიახ, ყველას ესმის, რომ რუსეთი არსად არ ძავა, რუსეთ-უკრაინის ომი, როდესაც დასრულდება, მას შემდეგ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ეს არის რა საწყისებზე, რა პარამეტრებზე უნდა აეწყოს მომავალში ევროპის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში და საქართველოს თუ დღეს ყავს ხელისუფლება, რომელსაც არ მიაჩნია მნიშვნელოვნად, რომ აი ამ გრძელვადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პოლიტიკურ ხედვაში ევროკავშირის უნდა ჩაიწეროს შავით თეთრზე, რომ რუსული ჯარები გაყვანილი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიიდან, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაუბრუნდეს საქართველოს სახელმწიფოს უფრო უკეთესი ნიშანი და უფრო უკეთესი საბუთი. ვის სჭირდება დღეს საქართველოს რომელ მოქალაქეს რომ მიხვდეს, რომ ცხოვრობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მმართველობის ქვეშ, ჩემთვის არის გაუგებარი სიმართლე რო გითხრათ. ქალბატონ სალომე და კიდევ ერთი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პიტერ ანდრეულის ვიზიტზე და ოპოზიციასთან შეხვედრაზე მინდა გკითხოთ, არ ვიცი თქვენ ესწრებოდით თუ არა ამ შეხვედრას, მაინტერესებს ხომ არ ჩანს ჰორიზონტზე ქართულ ოცნებასთან სუფთა ფურცლიდან ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების დაწყება, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ქართული ოცნება ცდილობს წინა 32 წლის ყველა დოკუმენტი დახმარება, თანადგომა, მხარდაჭერა დაივიწყოს და მოითხოვოს თავისი პირობებით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დაწყება, სარგებლობს რა იმ გეოპოლიტიკური მდებარეობით, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას. მე არ ვიმყოფები ახლა საქართველოში, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ პროდუქტიული იყო ეს შეხვედრა, იმიტომ რომ პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვერანაირ, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა გააქტიურდეს საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ პირველ რიგში ამ პოლიტიკა უნდა არსებობდეს და კარგია, რომ ამ მიმართულებით არის გაზრდილი ინტერესი. რაც შეეხება იმ დღის წესრიგს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, ეს დღის წესრიგი ყოველთვის იყო აგებული ყველა ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ქართული ხალხის მიერ დემოკრატიულ გარემოში ცხოვრების მხარდასაჭერად, მათ შორის კანონის უზენაესობის პრინციპების პატივისცემის თვალსაზრისით. და მე ვერ ვხედავ, რომ რაიმე განსაკუთრებული შეცვლილიყო ამასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არსებობს უსაფრთხოების თემები. ამ უსაფრთხოების თემებში არანაირი ფუფუნება არ აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ არ, ასე ვთქვათ, აღასრულოს ის მოლოდინი, რა მოლოდინიც არსებობს, თუმცა ამის პარალელურად
რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობის პრინციპი რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ამის პარალელურად ის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაზეც მათ შორის ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ საუბარი აღნიშნულ დელეგაციასთან, ეს არის ჩვენ როგორ ვხედავთ საქართველოს მომავალს, იმიტომ რომ პოლიტიკური რეალობა საქართველოში უნდა შეიცვალოს პირველ რიგში იმით, რომ ქართულმა ხალხმა შეძლოს, რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება მის ინტერესებს და ამ თვალსაზრისით ცხადია, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაინახონ, რომ როგორც დემოკრატიულ ოპოზიციას ჩვენ გვაქვს რაციონალური სამოქმედო გეგმა და არანაირ რაღაცა, ასე ვთქვათ, უტოპიურ პოლიტიკურ ხედვებს არ ვთავაზობთ მათ როგორც ალტერნატივას ქვეყანაში კანონის უზენაესობის და დემოკრატიის აღდგენის გზად. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური შეხვედრა გქონდა ჩვენს წარმომადგენლებს, ჰქონდა ძალიან პოზიტიური აზრთა გაცვლა გამოსვლა. დიდი მადლობა. ძალიან კარგი, დიდი მადლობა.